ახალი სახელმძღვანელოების სკოლებში განათლების მინისტრის განმარტებით საკითხი კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ ზოგადი განათლების რეფორმის პარალელურად დაიწყება მუშაობა ახალი სახელმძღვანელოების შექმნაზე, რომლის ფარგლებშიც ყველა სკოლა ერთი და იგივე წიგნით იხელმძღვანელებს. ეს პრობლემებს აღმოფხვრის და სრულ თანხვედრაში იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებთან. გრიფირების პროცესი 2028 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რომელიც გადაჭრასაც რეფორმა გეგმავს, წარმოადგენს სახელმძღვანელოების საკითხი. დღეს თითოეულ დისციპლინაში ერთი და იმავე დონეზე გვაქვს რამდენიმე სახელმძღვანელო, რაც ხარისხის კუთხითაც არ არის მიზანშეწონილი, მოსწავლეთა მობილობის დროს იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემებს და ზოგადად გაზომვადობის თვალსაზრისითაც არ არის ეფექტიანი. ამასთანავე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ სახელმძღვანელოებში მოყვანილი მასალა ყოველთვის არ არის სიღრმისეული, ხშირად არის ფრაგმენტული და ის ვერ პასუხობს განსაკუთრებით დაუმთავრებელ კლასებში იმ მოცემულობას, რომელიც თავსებადობაში იქნება ეროვნული გამოცდების პროგრამასთან. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ კონცეფციით ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ 2028 წლის 15 სექტემბრამდე ყველა ფუნდამენტურ საგანში მოხდება ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება ექსპერტული ჯგუფების მიერ, რომლებიც ეტაპობრივად პილოტირება მათი მოხდება ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში და მნიშვნელოვანია, რომ ყველა სკოლას, მათ შორის კერძო სკოლებსაც ექნებათ ერთ დისციპლინაში, ერთ დონეზე, ერთი და იგივე სტანდარტული სახელმძღვანელო, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ერთი სახელმძღვანელოთი ვასწავლოთ კონკრეტული საგანი ერთი და იმავე კლასებში და ამითი ხარისხიც უზრუნველყოფილი იქნება და რა თქმა უნდა გაზომვადობა ამ ხარისხისა და მისი თავსებადობა ზოგადად უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული გამოცდების პროგრამასთან.